მოგესალმებით. ამ ვიდეო რგოლის გაკეთებისაკენ მიბიზგა დღევანდელმა დამამძიმებელმა გარემოებამ. სულ გამოცილმა ქართულმა რეალობამ და როგორც ჭაბუ ამირეჯები იტყოდა, ფოჩიან კამფეტებზე გაყიდულმა ახალგაზრდა თაობის დიდმა ნაწილმა. მინდა ნამდვილი ქართველის, ვანო ცინცაძის, ქართული სულის კვეთებით გაჟღენდილი ლექსი წაგიკითხოთ, რომელიც სეზმიწევნით კარგად აღწერს დღევანდელობის სატკივარს. და სანამ ლექსზე გადავიდოდე, ორიოდე სიტყვით შემოვიფარგლო და დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში. აი რომ მართლაც დაგვიწყებია ყაზბეგის დანაბარები. აღარც კი გვახსოვს ვისი გორისანი ვარ და ღვთისმშობლის ნაკურთხ ფესვებზე დღეს სიბილწის, ბოროტების, ავხორცობის ხე აღმოცენებულა. ნაყოფის გამოგებასაც ცდილობს ესხედა სანამ ჯერ კიდევ მხოლოდ ისტორიასგან შემორჩენილა ქართული გენი. მინდა რომ ამ ვიდეო რგოლით უმორჩილესად გთხოვ და მოგიწოდოთ ჩემო მეგობრებო, რომ კიდევ ერთხელ გამოვხიზდეთ, ერთ მუშტად შევიკრათ. მასონური იდეოლოგიის გამტარებლებმა მიზანმიმართულად შექმნას ხელოვნური გარემო იმისათვის, რომ ადამიანებს უარი გვეთქვა სულიერ რესურსზე, ეროვნულ ღირებულებებზე და იმ ადამიანურ ფასეულობებზე, რომლის გარეშედაც მხოლოდ ჰომო საპიენსის დონეზე 46 ქრომოსომიან ბიოლოგიურ უჯრედად მოვიაზრებით. მასონური კარგად შეფუთული გეგმა სახელწოდებით უსულო ადამიანები ნაწილობრივ წარმატებულადაც კი განხორციელდა. ადამიანებმაც გეზი ვიცვალეთ. ცხოვრების დანიშნულების ძიება ხორციელ ნებასა და მიწიერ კეთილდღეობაში დავიწყეს. ერთ დროს ეროვნულ სადარაჯოზე მედგრად, ამაყად, გაუტეხლად მდგარი ქართველი კაცი კი დღითი დღე უფუნქციო, უქარქაშოდ დარჩენილ, დაჟანგებულ, დაობებულ გორდასღა გვაგონებს. ნუ გავამართლებთ შილერის მოსაზრებას, რომ კაცობრიობას შიში და შიმშილი მართავს. ჩვენი მთავარი რესურსი ხომ ყოველთვის სულიერებით იყო გაჟღენთელი და ამან განაპირობა ქართული რეალობის დღევანდელობამდე მოტანა. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერია დაეცა, იმპერია, რომელსაც ისტორია თითქოს და უსასრულობას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა უსულო დარჩენილს მხოლოდ ბუტაფორიული ფუნქცია დაეკისრა და ადვილადვე განადგურდა. საპირისპიროდ ისტორიულ პარალელს თუ გავავლეთ 9 ძმა ხერხეულიძის, 100,000 მოწამის, 300 არაგველის და ვინ მოსთulis კიდევ რამდენი ქართველი მამულიშვილის სისხლით მორწყულ მიწას სულიერი ფესვები ამაგრებდა. რისი დაკარგვის საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს დღესდღეობით. ალბათ მეტნაკლებად მიხვდით ჩემი ვიდეო რგოლის არს, მის დანიშნულებას და კიდევ ერთხელ ახალგაზრდებო მინდა უმორჩილესად, უთბილესად გთხოვ და მოგმართოთ, რომ ნუ დავივიწყებთ ეროვნულ საგანძურს, ენას, მამულს, სარწმუნოებას და მიწიერ კეთილდღეობის მონობაში ნუ დავყოფთ, ნუ დავკარგავთ მიწიერ სოფელს. ერთს აღარ მოგაწყენს თავს საუბრი და დაპირებულ ლექსს წავიკითხავ. ვანო ცინცაძე. რატომ დავდივარ ასე მტირალი? რა და მიცინის სახე და პირი? მე დღეს გადამწვეს როგორც პირალი და მოტყუებულ ცხოვრებას ვსტირი. არეული გვაქვს გზა და ბილიკი, გული დარდისგან კვნესის და ოხრავს. სასახლეებად იქცა ბირლიკი, ქართველები კი ნატურლობთ ქოხმახს. ტაშის ხულარი და გაჩიანი ჩახჩახებს მუდამ ხამით თუ დღისით და საქართველო ასე მზიანი მართლა ჩვენია თუ არის სხვისი. ერის კაცობა დაგმობილია, ვეღარ ვატოკებთ ხრებსა და მკლავებს, ალბათ საფლავში დარდობს ილიას საქართველოს, რომ ქართველნი კლავენ. ერში სიკეთის არ ვართ მთესავნი, ჩვენი ცხოვრების მოდამ აკვირვებს ჩამოთესლილი ზის მეფესავი და ქართველი ყავს მოჯამაგირედ, წამსვლელს და მომსვლელს ფეხ ქვეშ ვეგებით, გული ყველასთვის რომ გვაქვს კარგიად, აქ ხვივდებიან უცხო თესლები, ქართველები კი სადღაც გარბიან. სახლიდან სადღაც გაგვირბის შვილი და წინ ვიღაცა უცხო უძღვებაო, ხმერთო სულ ძილი როზღა, გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება. ჩვენი გოდება როდემდე გასტანს, როდემდე ვგავდეთ მშიერ ბებერ მგლებს ალბათ საფლავში, არ ძინავს ვახტანგს, არ ძინავს დავითს
თამარს, ერეკლეს. დაჟანგებულა ხმალი ხანჯალი, დადუმებულა ფარი და შუბი, არ ყავს მეფე და არ ყავს სარდალი და უკუღმართ ბედს, ვაწვევით შუბლით. ვაი, სირცხილო ძმანო ქართველნო, როგორ დავყარეთ ყოლამ ფარხმალი, ვაზი არ ყვავის, რთველი არ თველობს, თავს გვაზის ყველა ბრიყვი ახვარი, ყველამ გძლია და ყველა გვაშინებს, ყველამ გვაჯობა ჭუით გონებით, ვერაგი შაჰის ჯის და ნაშიერს აფსუს, უომრად რომ ვემონებით, დავკარგეთ გონი, აზრი და თვალი, დავკარგეთ სული დღეს ჩვენ და თარსად, ერთ დროს ჰამაყი ქართველი ქალი აყროლებულს ყავს გომურში ხასად, წინაპართ აძლევს, გააქვთ ზანზარი, დროა შევიკრათ ყოლა ერთ მუშტად, დღეს თუ იყიდა უცხომ ბაზარი ხვალ, საქართველოს იყიდის მუქთად, ქვეყნად, ხიმლის კაცად მოვედი, და დღეს ცხოვრებას განუდექ გვერდზე, დავდივარ ერთი მწირი პოეტი და ჩემს მიწაზე, სამშობლოს ვეძებ. ოცნების ზღვაში ვეღარ დავცურავ, აღარ მიცინის სახე და პირი. მე დღეს გადამწვეს როგორც ნატურა და მოტყუებულ ცხოვრებას ვსტი.